თქელ ბოკერა სააკაშვილს. წლების განმავლობაში ის არასტაბილურობით იყო დაინტერესებული საკუთარ პარტიაშიც და წლიანთა პოზიციაშიც, რომ მისი ადგილის ჩამონაცვლები არ გამოჩენილიყო. ეს უბრალოდ არაჯანსაღი საზიანო ინსტინქტი არის ქვეყნისთვის, პარტიისთვის, ანუ მე თუ არ ვიქნები კავკაზე რო იქნება. ოღონდ იქ ჩვენც მიგვათვალე შე. ხო, ახსოვს რომ ვაშაზე თქვენ 2014-ში თქვენ ჩაჩვენეთ. სუდია ისტორიის ესე მილამაზება. სრულიად განსხვავებულია. ჩვენ მაშინ მეც და მათ შორის არა მარტო მე ვფლიდით რომ მოდერნიზაცია და ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს საცხოვრებელ მოძრაობის და იყვნენ ახალგაზრდა ლიდერები რომელსაც ვფლიდით ყოველგვარი რაღაც არტუიზმის გარშემო პრაგმატულადაც და მორალურადაც რომ მათი წინ წამოწევა იყო პარტიის ინტერესში და ზოგადად ქვეყნის ინტერესში და ესეთები იყვნენ სხვადასხვა ჯგუფის აზრით ზურაბ ჯაფარიძე ყველაფერს რომ მე მას უჭერდი მხარს ამას რამაც ისე გეუბნები სააკაშვილივით გამოზარდეს დამამცირებლად ულაპარაკოს არა პირიქით თავისთავის დამსახურება იყო ოღონდ მხარს უჭერდი მელიაც შემდგომში და ვაშაძეს განწილში მაგარ ხალხს უჭერდა ხო მაგარი ხალხი გამოზარდეს შეიძლება ითო მე მახსოვს ზურაბ ჯაფარიძე ჯერ კიდე სანამ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვებოდა ის იყო ლიბერტარიანელი კახაბენდუქიძის იდეოლოგიით აღტკინებული არასამთავრობო ორგანიზაციის რაღაცა წევრი რომლებიც აღნიშნავდნენ კაპიტალიზმის დღეს რეიგანის დაბადების დღეს რეიგანის ძეგლთან ყვავილები მიქონდა ანუ ჩვეულებრივი სექტანტი იყო აი როგორ იცი რომ შეგეცოდება რა აქ საქართველოში კაც ნდოდა რომ ყოფილიყო ტეხასელი ამერიკელი აი იქ ეცხოვრა ანუ ეგეთი საცოდაობა ანუ ტიპი იყო იდენტობის კრიზისი ჰქონდა ანუ სხვაგანი იყო რა ოცნება ჰქონდა პატარა ამერიკა რო ქონოდა რა შენ თუ გახსოვს სტეიკები ეჭამა იარაღით იარაღ ის ხოლოდა ფურგონი ფორდის დიძი შენ თუ გახსოვს გვალბაკმაგან ჩაატარეს საარჩევნო კამპანია და ბარბიკიუ გააკეთეს. ხო. წვადები კი არ შეწვეს აღრამე. ხო არა. ბარბიკიუ რა და ის. ხო, წვადი არა ბარბიკიუ. ბარბიკიუ. მე მინდა სხვა რაღაც გავხსენო. ბატონ გიგა ბოკერიაზე. გიგა ბოკერია გამოდეს ესე პარპისტოჯინასავით იმ ეგზემპლარად რომელსაც ეთერეთერ უნდა ეправებინა სანდრო გირგულიანის გაგაგაპა. ამ კვლევაში ჩართული უშუალო დამნაშავეები და მასზე უნდა ეთქვა რომ ეს ძალიან საერთოდ არის სახელმწიფოებრივი პრობლემა, საერთოდ არის სისტემური პრობლემა, რომ იტყუებოდა ელემენტარულად, ყველა დაკავებულია. მაგას იტყუებოდა. ტყუილი რაღაცა მარტივი საკითხია რა, ანუ აქ კი არ უტყუებოდა, ანუ ადამიანი ბევრნაირად შეგვიძლია ერთი რომ ძალიან ცუდ ცოდვაში შედიოდა, მაგრამ თან შედიოდა ანუ ისეთ ბოროტ და მანკიერ ველში, სადაც გარდაცვლილ ახალგაზრდაზე საუბრობდა, რომ აი რაღაც მომენტში ეკუთვნოდა კიდევაც რა. ოღონდ ამას პირდაპირ არ ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მეცაც გეტყვით. და ხა ჩვენ ხო რაღაც ვიღაცა ორი აი კლერკი ხო დავიჭირეთ რა მიუხედავად იმისა რომ მე მას მოუწყვეთ სასათბურე პირობები რაც ერთ საკანში რაღაც ნორვეგიული ციხე აუშენეთ მარტო მაგათ და სხვა როცა ვაწამებდით და ცოცხებით ვაუპატიურებდით იმის გარეთ აქ ქონდა ძალიან მაგარი პირობები ამათ შექმნილი ხო ნუ ეს იყო ადამიანი ემბლემა რომელიც აბრავებდა გირგულიანის ერთ-ერთ გადაცემაში ზალ ანდრონიკაშვილთან პირველ არხზე იყო ესეთი გადაცემა ნანახი გაქვთ ხო და იქ ყველა ფიგურანტი დაჭერილი იყო და მე აღმოჩნდა რომ ერთი არ დაუჭერიათ რომელმაც უარი თქვა საერთოდ ფულის აღებაზეც და მონაწილეობაზე მაგრამ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მინდა შეგახსენოთ ბოკერია მეთაურობდა იმ ბანდას პარლამენტში იმ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო რომელმაც სისხლის სამართლის კოდექსში და პატიმრობის შესახებ კანონში 10 პუნქტამდე შეცვალა რათა აი დარეწრებს კვლელებს მალე დაეხციათ თავი ჯერ არ მიუსაჯეს მაგრამ მალე დაეხციათ თავი ციხენ ეს გამправებელი იყო პირდაპირ დანაშაულებრივი გამправებელი. ამიტომ გასაგებია. ნუ ამიტომ სახელმწიფო იდგა ძალადობრივ სინდიკატზე და სახელმწიფო მაქსიმალურად ერგებოდა მათი დაქირავებული ძალადობრივი ჯგუფების თუ პირდაპირ მკვლელების ინტერესებს და მათ ინტერესებზე აწყობდა ქვეყნის კონსტიტუციას. ჩვენ მქონდა ეგ რეალობა. და დღეს მე ვიღაცა ის რომ გამო აკაცუკიდა რომ გეტყვის რომ აი ეხლა მე დიქტატურაში ვცხოვრობ და დიქტატურაში ვცნობ თავს იმას რომ მიუთითებ რომ ანუ შენ დიქტატურა არის რა არის დღეს რო გონია დიქტატურა როცა ყველას დემოკრატიულ
პირობებში და სახელმწიფოში გიწევს ცხოვრება, რაც საქართველოს ოდესმე ქონდა. სადაც არ ვიცი პირდაპირ ეთერიდან ყველანაირი გინება, ყველაფერი შეიძლება და უმაღლეს საკანონმდებლო ინსტიტუტზე იერიშების მიტა და პოლიციელებზე სროლა პიროტექნიკის და მოლოტოვის კოქტეილები და დიქტატურა. კანონის პერიოდის აქციებზე გახსოვს მაგაზე რა კამპანია დაიწყეს? რომ ნაცების დროს მე ვიყავი 4 წლის და მე ვიყავი 2 წლის. და აი მე მაგას როგორ ხოდო რა ვიცი მე შენი პასუხისგებლობა რომ შენი ქვეყნის უახლესი ისტორია იცოდე. უახლესი რომ შენი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდე და ეხა უახლესი ისტორია რო იცოდე მით უმეტეს. აუს